დედები, რომლებმაც უერთგულო მოვლენები ქრისტეს და ჯვარცმულ მასმოვართან იდგნენ და თამარ დედოფლის ხსენებას, ყველა მოსახელეს გილოცავთ დღევანდელ დღესასწაულს და ცხეთას აღმართული ჯვრის ხსენება არის. ეს ინფორმაცია მომents აიკითხა და დღეს ეს დღესასწაული სამ ადგილზე აღესრულება. უჯარის ჯვარი მოგზანდება ალავერჩი ალბათ საღამოს 5-6 საათისთვის გადავახით პარაკლის ის ჯვარი აქ იქნება დავზანებული და ყველას ექნება შესაძლებლობა ეთქვის. ანუ ეს არის იმ ძველი მომხდარი ფაქტის, რომელიც აღწერილია მოქცევადი ქართლისაში, მისი ასე ვთქვათ გამეორება და შექმნილი ეს ჯვრები ისტორიულ ადგილზე თხუთისთას ცხეთის ჯვრის მონასტერში და უჯარმას როგორც თავდაპირველად აღიმართა ეს ჯვრები, ისე დღეს ხარება დღეს მოკვეთილი ხისაგან, როგორც მოქცევადი ქართლისაში წერია, შეიქმნა ეს ჯვრები, ესევე ხარება დღეს მზადდება ეს ჯვრები, ხდება მათი დაბრძანება სოფლში და დღეს ხდება მისი ამ სამი მიმართულებით გადაბრძანება. უჯარმის ჯვარი მოგზანდება ალავერჩი და ადრე კიდევ არის ამ უჯარმის ჯვარი ჩვენთან დავანებული, დაბრძანებული ერთი არის დიდლაშავში, თათუშეთში არის წაღებული ეს ჯვარი, მეორე არის ბიჭერში მისი მსგავსია, მეორე არის ხადორის ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში არის დაბრძანებული. ბიჭერში ჯვარი ასევე დაბრძანებული და შემდეგ ის დაზიანდა და შეიქმნა მისი მსგავსი ჯვარი და ეხლა წოვათას და ეხლა მოგზანდება ალავერჩი. დღეს საკითხული 60 კილო ნათლად გამოხატავს თუ რა ძალა არის ჯვარი. ვინა მოიმედე ჯვრის ძალის შეწევნისა და ვინ არის ასე ვთქვათ უგუნურობაში მყოფი. რამე თუ სიტყვა იგი ჯვარისა, წარწმენდულთა მათთვის სიცოცხლე არის, ხოლო ჩვენ ცხოვრებულთა მამათთვის ძალ ღვთისა არის. წარწმენდულნი ვინ არიან, რომელთაც შეიძულეს ქრისტე ადამიანთა მოდმის გამოსვლელი იარაღი ჯვარი და მას დასინოდნენ. საეკლესიო ისტორიაში ბევრი მაგალითი არის იმისა, თუ როგორ შეურაცხყოფდნენ ქრისტიანებს, ქრისტეს მიმდევრებს და ჩვენს უძლებელ იარაღს, ნიშანს, ნიშს, ჯვარს. გახსოვთ კონსტანტინე დიდს გადამწყვეტი ბრძოლის წინ გამოეცხადა ჯვარი და ესმა ხმა ზეციდრა, რომ ეს გამოსახულება გაეკეთებიათ ხარებზე, მუზარადებზე, გაიმარჯვეს და აი ამ ჯვრის ძალით მართლაც ბევრი ადამიანისათვის საცნაური გახდა მისი ცხოველსყოფელი მოქმედების უნარი და ძალა. მოციქული კიდევ ყვება იმ პირველი საუკუნეების ამბავს, როდესაც ქრისტიანებს დევნიან და ჯვარს შეურაცხყოფენ, რადგან ეს იყო დასაჯელი იარაღი და იქ ყველა სახის დამნაშავეს ჯვარს აცმევდნენ და ეს იყო სამარცხვინო დასჯის იარაღი. ხოლო უფალმა, როცა რომ მოვიდა ეს ადამიანური ამასოფლიური სიბრძნე ყველაფერი განახარვა. პირველი ამის მაგალითი რა იყო, რომ მეთევზული მოციქულებად გამოარჩია, რომელთაც მეთევზეობის გარდა არაფერი არ იცოდნენ. არა ბრძენი, არა ფილოსოფოსი იმ პერიოდის თქვათ და არც თქვათ რომელიმე წარჩინებული გვარიდან გამოარჩია ყველაზე უბრალო.
და ამბობს მოციქული. რამე თუ წერილ არს, წარს მიღოს სიბრძნე იგი ბრძენთა. და მეცნიერება იგი მეცნიერთა შეურაცხო. სადაა ბრძენი, სადაა უწიგნობარი, სადაა გამომეძიებელი იგი ამის სოფლისა. ანუ არა განაცოლა მერთმა სიბრძნე იგი ამის სოფლისა. მართლაც ესეა, მარიამ ეგვიპტელის ცხოვრება გახსოვთ. როდესაც ღირსი მამა ზოსიმე ეკითხება, კი მაგრამ ესე ზეპირად წმინდა წერილიდან როგორ ამბობ, ნაწყვეტებს, ციტატებს, სად ისავა, ეუბნება, წიგნი არ წამიკითხავს. არც ვიცი კითხვა. უფალმა, საფრთხო ძალამ მასწავლა მე ეს ყველაფერი. სიბრძნე ფილოსოფოსები იყვნენ ანტიკური ხანის, ზნობდნენ ქვეყნის შექმნაზე, ყველაფერზე ამბობთ. მაგრამ გვახსოვს ჩვენ, როდესაც სპირიდონ ტრიუმფუნტელი, რომელიც ესეთივე უბრალო მღვდელმთავარი იყო. და აი ამ კამათში არიღებდა მონაწილეობას, თუმცა კი ესრებოდა. და ფილოსოფოსი შემდეგ, რომელიც მოექცა მართლმადიდებლობაზე, ამბობს, რომ წარმოიდგინეთ, როდესაც ვეპა ეკრებოდი და იგივე მეთოდით მე ვიპირისპირდებოდი, ჩემი ასე ვთქვათ, სიტყვათა მარაგით, ცოდნით, თითქოს ძლევდი. მაგრამ ეს უბრალო ეპისკოპოსი როცა რო იწყებდა ლაპარაკს, მისი პირიდან ცეცხლოვანი შოკი, სხივი გამოდიოდა და ისე უბრალოდ ლაპარაკობდა, რომ მე მის წინააღმდეგ არაფერი აღარ მქონდა, ვერაფერს ვეღარ ვამბობდი. და სამებაზე იყო იქ კამათი. და სპირიდონ ტრიუმფუნტელი ყველასთან დასწრებით მოახდენს ესეთ სასწაულს, აიღებს სამების ერთობაზე და შეურაცხყოფაზე იყო იქ კამათი. აიღებს აგურს, მოუჭერს ხელს, დაიფშნება და ეუბნება. მოხედავ, დაიფშნა თიხა. ამოვარდა ცეცხლი და გავიდა ქვემოთ წყალი. ეს ცალ-ცალკე მატერია, მაგრამ მერთია, როგორც აღვნიშნე. ასევე მეცნიერთა ძალიან ბევრს ჭობენ და ამბობენ, მაგრამ ქრისტე რო აღდგა დახურულ კარებში, კედლში გაიარა და თავის მოციქულებთან მივიდა და ახარა. გიხაროდების სიტყვა უთხრა. ვინც ქრისტე მერთი იწამა, მისთვის დაუძლეველი და შეუძლებელი არაფერი არა. ამე თუ ვინაიდან სიბრძნითა მით ღვთისათა ვერისნა სოფელმა სიბრძნითა თვისითა ღმერთი. ანუ საფრთხო სიბრძნე ამ წუთისობის კაცობრიობა სიბრძნე გონებამ ვერ დაინახა, ვერ აღიდა. ამებიც ამბობთ, ღმერთი შეუცნობელია და კაცობრიობის გონებით მისი აღქმა არის შეუძლებელი. შესაძლებელია მხოლოდ როგორც სახარებაში ამბობს უფალი, ვისაც დაგვით ნდობის მართვის ოდენა რწმენა აქვს, მას შეუძლია ყველაფერი გაიგოს, რადგანაც ღმერთი მას გულუბრალოს, თავდაბალს და მორჩილს ღვთის მცნებისას ყველაფერს უცხადებს. ვერისნა სოფელმა სიბრძნითა თვისითა ღმერთი ჯერიჩინა ღმერთმა ქადაგებითა მით სისულელისათა ცხოვრება იმ მორწმუნეთა მათ. და ქადაგების აი ეს როგორ შეიძლება იქადაგო დაუსაბამოზე, რომელიც თავის თავზე ამბობს ანი და ხოია, მის მიერ შეიქმნა ყველაფერი. და ეს სიტყვა თავად ღმერთი იყო. და აი ამის ქადაგებით ამ სოფლიური სიბრძნე სისულელი გაქცია. განახარვა, მაგრამ ამ სიტყვით აი ამ სიბრძნის წუთისოფლის სიბრძნის მიმდევარი მოაქცია და ღმერთის იესო ქრისტეს მორწმუნე დაქცია მათი მიმდევარი. ვინ ქადაგება? ყოფილი მეთევზურები, ანუ მეთევზეები, რომელთაც სულიწმინდის მადლით მიეცათ ნიჭი ქადაგებისა, წინასწარმეტყველებისა და სასაულთა ქმედებისა და სხვა πράγματα. ვინაიდან ქურიანიც სასაულს ეთხოვა. დღესაც ხო ბევრი ადამიანი ეთქოს, აბა სად არის სასაული ღმერთი რო იწამა.
განა იმაზე მეტი რა უნდა იყოს, რომ ღამდება და თენდება. ბავშვი დედის წიაღში ჩაისახება და უკვე წინასწარ განსაზღვრულია მისი გონებრივი შესაძლებლობა, თვალის ფერი, სიმაღლე, ყველაფერი. შემდეგ ის ღვთითმოცემული ნიჭი ადამიანმა თავისი შრომით უნდა გააბევროს და უფრო უნდა განამტკიცოს. და წარმართნის სიბრძნესა ეძიებენ, ამაოდ ბრძნობენ. დღეს ბევრი თეოლოგი ბრჭყალებში ლაპარაკობს მერձე სათნოებაზე, მაგრამ მათი სიბრძნე მკვდარია. რატო? იმიტომ რომ მათ საქმე არ აქვს, მხოლოდ ლაპარაკობენ. ხოლო ჩვენ ვხადაგებთ ქრისტესა ჯვარცმულს, ორიათათვის საცდობს და წარმართთათვის სისულელეს. აქ დღესაც ესეა. ეკლესიას თუ დევნიან მიზეზი რა არის? ვიწუნებენ რწმენას, როგორ შეიძლება ჯვარცმულის წმუნება, როგორ შეიძლება ის ზღაპრები, რომლებიც წინა საუკუნეებში დაიწერა და ითქვა, დღეს 21 საუკუნეში ამას ყველაფერს ვიჯერებდით. ერთი დიდი მეცნიერი ყავდა, მუსხელიშვილი, მათემატიკოსი, ძალიან დიდი მეცნიერი იყო. და იმ დროს, ესე იყო, საბჭოთა კავშირი იყო და ყველაფერი ცენტრალურ ქალაქში, მოსკოვში უნდა განემართოთ. და უნდა ყველა სამეცნიერო ხარისხი იქ უნდა დაეცვა. და საოცარ ამას ამბობს. მე ჩემი აი ამ მათემატიკური კვლევებით, ფორმულებითა და ამ ალგორითმებით მე დავამტკიცე, რომ ღმერთი არის. ღმერთი არსებობს. და საითაც არ უნდა წავიდეთ და როგორადაც არ უნდა ვიკვლიოთ და ვეძებოთ, რა სახელიც არ უნდა დავარქვათ მას. მათემატიკური სიდიდე თუ ფიზიკა თუ რა ვიცი, ბუნების ძალა. ერთი ყველაზე ნათელი არის ამ ჩემი გამოკვლევით, მე ამას მივხვდი, რომ ის ძალა, რომელიც ამ ყველაფერს ჰარმონიულად ზონასწორობაში აქცევს და მართავს, ეს არის ძალა, რომელსაც მე ვარქვი, რომ ღმერთი არსებობს. მე ჩემი ამ კვლევით დავამტკიცე, მაგრამ ეს თქვენთვის, მაგრამ ჩემთვის მე გულში ღმერთი ვიპოვე. საოცარ სიტყვებს ამბობს. ხოლო მათვე ჩინებულთა ხურიათა და წარმართთა ქრისტე ღვთისა ძალი არის და ღვთისა სიბრძნე. ანუ ამათგან ვინც, ასე თქვა, დაემოწაფა ქრისტეს, მათთვის ეს ძალა არის ღვთისა და სიბრძნე. რამე თუ სულელი იგი ღვთისა უბრძენეს კაცთა არს. მამა გაბრიელი, რომელიც სალოსო და ბევრი სალოსის ისტორია ვიცით ჩვენ. ადამიანები დასინოდნენ და ემნებოდნენ სულელი გონს არ არის, რეებს აკეთებს, როგორ იქცევა. საპირველ მაისო, ასე ვთქვათ, პარადზე, მაშინ პარადებს ეძახით. ცეცხლი წაუკიდა უზარმაზარ ტილოზე ნახატულ იმ დროს ბელადად წოდებულ ლენინის გამოსახულებას. დაიჭირეს ციხეებში ხალხი, ფსიქიატრიულშიც მიიყვანეს და საოცარი სასწაულად ღმერთმა იხსნა მამა გაბრიელი. მაგრამ უმეტესობა ადამიანებისათვის ეს იყო სულელი, მაგრამ მოციქული ამბობს, სულელი იგი ღვთისა უბრძენეს კაცთა არს. იმაზე მეტი საფრთხე ჰქონდა და იმაზე მეტი ღვთის მადლი. და ამას ბევრი ლაპარაკობს, სიტყვა რო არ გავაგზავნე. და უძლური იგი ღვთისა უძლიერეს კაცთა არს. სახარებიდან გავიხსენოთ, განრღვეული მიიყვანეს უფალთან. განრღვეული მიიყვანა მისმა 4 მეგობარმა ხლებელმა და რო ვერ შევიდნენ, სადაც მაცხოვარი იჯდა. და არ უნდა განროლს ისე წასულიყო, რომ კურთხევა არ მიეღო, ალბათ უთხრა თავის თანხლებს, მეგობრებს, რომ სახურავი აეხადა და იქიდან ჩაეშვა უფალს. ნახა უფალმა და თქვა, მსგავსი სარწმუნოება მე არ მინახია. უთხრა, სარწმუნოება შენთან გაცხომა შენ. ადგა ალაგა თავისი ცხედარი და წავიდა. ეს უძლური ადამიანი და რამდენი ესეთი ჩვენ ვიცით წმინდანები, რომლებიც აი დაბადებით იყვნენ
საწოლს მიჯაჭვული, მაგრამ საფრთხე მადლი იმდენად დიდი იყო, რომ მთელი ქვეყანა დიდები, მთავრებიც, მეფეებიც კი მიდიოდნენ მათთან და ითხოვდნენ ღვთის განგებულებისა ახსნას და თავისი შეჭრილებული, ასე ვთქვათ, მდგომარეობის გამოსავალს მათთან ეძიებდნენ. რამე თუ იხილე დღა ჩინებულთა იეგე თქვენი ძმანო, არა მრავალნი ბრძენარიან ხორციელ, არა მრავალნი ძლიერ არიან, არა მრავალნი აზნაურ არიან, არამედ სულელნიგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმა, რათა აცხონოს ბრძენი და უძლურნიგი სოფლისანი გამოირჩინა ღმერთმა, გამოარჩია, რათა აცხონოს ძლიერთან. არწყვინოს უпроსოდები, არწყვინოს ძლიერთან. წმინდა გიორგის მოწამეობისას არაფერი იარაღი მას არ ჰქონდა, ყველაფერი დატოვა ეს სამხედრო პატივის ნიშანი რეგალიები. შუბს რომ უძგერებდნენ, თითქოს ცვილისაგან დამზადებული იყო ისე იღუნებოდა ისი ბასრით პირი და კერის ორმოში ჩააგდეს და იქიდან ღვთის დიდებით ამოეყვანეს ხელება ყრობილი რომ ნახეს. მათი წმინდა გიორგის და მათი მისი მსგავსი წმინდანების ღვაწლით უფალი ამხელს და არსვენს იმ ადამიანებს, ვისაც გულისხმის ყოფა აქვს, ის მოექცევა. მიცარა და დიოკლეტიანეს დარჩება ორწმუნო და ისევე დატოვებს ამ წუთის სოფელს, როგორიც რომ მოვიდა ორწმუნოებით. და მე მორავეთ თქვენ და ძმანო, არა მოვედ მეტნობისა სიტყვითა სიბრძნისათა, მითხრობათ თქვენ და წამება იგი ღვთისა. მოციქული ამბობს, მოვედი არა იმიტომ რომ ბრძენი ვარ და სიტყვა მომეტებული მაქვს და სიბრძნით თავს იწოვ. არა, მე ამითი არ მოვუსვა, იმიტომ რომ ამითი არ გიქადაგოთ ღმერთი ქრისტე. რამე თუ არ არა ის სხვა დავით გულსა ჩემსა უწყებათ თქვენ და ჩემს გულში მხოლოდ ერთი სურვილი მქონდა. მე თქვა თქვენთვის უწყებათ თქვენ და მე თქვა თქვენთვის იესო ქრისტე და ესეცა ჯვარცმული. ჩვენთვის ჯვარი არის ძალა, სიხარული, ჩვენი თავისუფლება და ჩვენი რა ვიცი ყველაფერი ისტორია თუ რა ვიცი რა ვთქვათ და რაც საქართველოში აღესრულა რასაც მოცელა ქართლისას ვეძახით ესეც ღვთის გამოჩინებით ჩვენზე დიდი წყალობა იყო მოვლენილი რომ ჩვენ გვეცნო ჯვარი რომლითაც უფალმა არა მარტო ჩვენ მთელი კაცთა მოდმა გამოიხსნა და როდესაც ქართლში აღიმართა ეს ჯვარი, მაშინ მთელ საქართველოში კერპები დაიმსვლა. ასევე შევთხოვთ დღეს ჯვარს, რომ დაარღვევს კერპები, რომელიც ჩვენი უყურადღებობით, ჩვენი სულიერი სისუსტით, არა საკმარისი სიმტკიცით რწმენაში გაჩნდა და ჩვენ ხელი შევუწყეთ ამ კერპების აღმოცენებასა და დამკვიდრებას. რომ აი ეს კერპებიც დაარღვევს უფალმა თავისი ძალით და ჩვენს ერს, ჩვენს ქვეყანას მისცეს ძლიერება რა არის ჩვენ? თითქოს ხელშესახებია, მაგრამ ვერც ხელით შეეხები. რწმენა იესო ქრისტესში, რამაც დღევანდლამდე მოგვიყვანა ხსოვნა შეგვენარჩუნა ჩვენი დიდი წინაპრებისა და იმედი ჩაგვისახა ჩვენი საღვთო განგებულებით კეთილი ბედნიერი მომავლისა. მხოლოდ ქრისტეს ერთგულებით შეიძლება, რომ ქვეყანა იყოს ღონიერი და ქვეყანა იყოს ბრძენი, ანუ ერი.
და ვერ ცხოვრობ ჯვარს, რომ დაიცვას და გააძლიეროს ერი ჩვენი და ქვეყანა ჩვენი. გიოსა დღევანდელ დღესასწაულს. 6 მაისს არის წმინდა გიორგის ხსენება. ესე იგი, თუ ამინდი ხელს შეგვიწყოს ალბათ თათუშეთში გვექნება წირვა წმინდა გიორგის ტაძარში, ეს არის სოფელში ილურთაში, იქ ტაძარი არის, თუ ამინდი იქნება აქ გვექნება წირვას დავიწყებ დილის 6 საათზე. მე მგონია ძალიან გვიანია თუ ძალიან ადრეა. კაი დრო. 6 საათზე. დილის 6 საათზე დავიწყებთ. ნახევრად გამისტებას. იმიტომ რომ წინა დღეს არ ვინდა ყველა მსახურობს და თქვენ საქმეს რო არ მოცდეთ. დილა ყველაზე კარგი დრო არის. უბრალოდ დილაბნელი ყველაზე კარგი დრო არის, რომ დესენაშენ დავდგეთ ლოცვად და ვითხოვოთ დიდმოწამე გიორგისაგან ფარველობა და შეწევა. ვისაც რომ სურვილი გექნებოდა და შეძლოთ რომ მოხვიდეთ, წინასწარ უნდა გავაფრთხილოთ, რომ კარები იყოს ღია, ღია რომ დავტოვოთ, მაგალითად დილის 5 საათიდან 7 საათამდე მე დაიკეთებთ თაღები და ვის დააგვიანებს ხება შეიძლება. ვერთხელ დააგვოცოთ, გაგახაროთ, ქრისტე აღარ.